მივესალმების პატრიცემულ საზოგადოებას, მეგონი ითქვით, თანქვეთან სკაი ტერმინოლოგია შეარჩია, ხო? ეს საქმე ახლა მომავალში მეგონი ლაპარაკსაც დაიწყებს. რა განხორციელდა კიდე და რა დაემატა და რა უნდა დაამატოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ. კი, ნამდვილად ასე ვიტყოდი 21 საუკუნეში, ხო? ვინაიდან ჯერ ესეთი, იმიტომ რომ კიდევ მოგესალმებით. ცხელობა, კი, ასე მუშა პროცესებში ვართ და რაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებელზე, როგორც ყოველთვის აუცილებელი. დავიწყოთ ახლა, ხო? აღარ ჩამოვყები, ხო? რომ მართვა, ხო? 21 საუკუნეში ეს არის მშვენიერ device, რომლითაც მართავ საკუთარ სისტემას და საკუთარ მთლიან ფარს, ხო? ქლორგენერაცია, ხო? device-ებიდან ეს არის ზღვის წყალი აუში, აუს საფილტრაციოს გვაქვს, არსებულ საკვებაში გვახსოვს. გაყოფა, ხო? ქვაბი ალტერნატივა ყოველთვის ამასობაში კიდე ერთი ალტერნატივა ჩაემატა და ამასაც იხილავთ, ხო? ერთი ქვაბი. პლუს ერთი ქვაბი, რატომ? ვინაიდან შეიძლება ყველაფერი განხორციელდეს, აშოდა არსებული ქვაბი, შეგვიძლია არსებული ქვაბიდან კიდევ ერთი ვიზახი მომისახრობ თრეა სისტემას, ამ პირიქით არსებული ქვაბიდან მივიღოთ ცხელი წყალი, ხო? არ დავჭერთ ორი ქვაბით, ამასობაში სამი ქვაბით, მივალთ ახლა ელექტროქვაბი ჩაემატა კიდე და რატომ? ხო? ამასობაში ფილტრაციას აღარ ვიზახი და სისტემაზეც არაფერს აღარ ვიზახი, ეს ყველაფერი უკვე ხო, ნათლად იყო წარმოდგენილი და წარმოჩენილი ამასობაში UPS-ი, ესეც ქონდა უკვე და კიდევ ერთი ვიზახი მშვენიერ device დააჩვენა პრაქტიკამ, რომ არაერთჯერ დაჭერდა არსებულ ფარში, ხო? device-ებიდან კიდევ ერთი ვიზახი, ხო? ქლორგენერაცია, აუზის წყალი კიდევ ერთი ვიზახი, მარილი ჩავყარეთ აუში და არა ვართ მიჯაჭვური და ქიმიკოსები არ გავხდებით, ხო? დანარჩენს ყველაფერს ახორციელებს არსებული ის ბლოკი და კი ბატონო რეაქცია რო შეიტანოს ეგრეთ წოდებულ კინას შემცველ მიმართულებაში, ზუსტად ის ანოდი, ხო? ცინკის ანოდი, რომელიც მშვენივრად პრინციპში მუშაობს იმის შესაბამისად, რომ როგორც მაგნიუმის ანოდი, ხო, იცავს ბოილერს, ისე იცავს ცინკის ანოდი ჩვენ მთლიან სისტემას, ხო, ფორმულეს, აუზის დეტალიზაციას და ასე შემდეგ. ნო, ჰელიოს სისტემა, ეს ვიხილეთ, ხო, ამასობაში და ეს არის არსებულ სისტემაში, რომელიც შერწყმული არის და ვათბობთ აუზს, ვიღებთ ცხელ წყალს და ამასობაში სისტემასაც ვკებავთ, ხო, ვინაიდან არსებულ სისტემაში გვაქვს იატაკის გათბობა. მაგიტომაც აისახა 6 კილოვატიანი, ამ შემთხვევაში 3 ფაზა გვაქვს. ამის ფუფულებმა ვინაიდან არსებულ ფარში არის 3 ფაზა, ამიტომ 6 კილოვატი, ხო, თანამშრომლობაში ჩვენი მართვით 2, 4, 6, ხო, რომელიც დაგჭირდება იმ შემთხვევაში, როცა აჩვენა პრაქტიკამ, რომ არსებული ქვაბი, კი ბატონო, გაითიშა როდის, ვინაიდან ქონდა დღენახევარი 2 დღე გაზის გარეშე 21 საუკუნეში ეს ხდება და ამიტომ გათბობის გარეშე არ უნდა დავწვეთ, ამიტომ არის მშვენიერი, ხო, რატომაც არა, ხო? ეჯერ ჩაირთობა და მოხვალთ ავტომატურად შეგვიძლია ავტომატურ რეჟიმშიც განახორციელოთ არსებული პროცესი, მაგრამ ზედმეტია, ხო, ვინაიდან საშინო ვიყოფებოდეთ, თუ შეგვაწუხო, ესე იგი უნდა ჩავთოთ. ან 2 კილოვატი, ან 4, ან 6. მშვენიერია, ხო? ხო, უმეტეს შემთხვევაში დაგჭირდება 4 კილოვატი, ვინაიდან კიდევ ერთი ვიზახი, ეს ის მომენტია, როცა არსებული ფართი გასული არის მუშა რეჟიმზე, წავიდა გაზი, ამასობაში გვაქვს ელექტროენერგია. არ მითხართ ახლა ელექტროენერგიას თუ წავიდაო, მაშინ უნდა გაიქცეთ, ხო? ვინაიდან ელექტროენერგია თუ წავიდა, ქვაბელს ვამუშავებთ, მაგრამ ხო, ამასობაში ელექტროქვაბი მაშინ აღჭირდება, ვინაიდან გვაქვს UPS, წარმოიდგინეთ, ხო? ვინაიდან გაზიფიცირება გვაქვს UPS-ი ცხელი წყლის გარეშე არჩებით, არც გათბობის გარეშე, ვინაიდან არსებული ქვაბიც არის დაერთებული UPS-ზე. UPS, რომელიც ყოფნის სრულყოფილ მუშაობის ციკლში, ეს პრაქტიკა მაჩვენა თავის საცირკულაციო ტუმბოებით ურთ 12, 14, 15 საათი, ხო? შესაბამისად, რაც ფინანსები ყოფნით, შეგიძლიათ დავამატოთ, ხო? 2 დღიანი, 3 დღიანი ციკლით და ასე შემდეგ. სიხშირული ტუმბო, წყალმომარაგებაში კიდევ ერთი ვიზახი, მშვენიერი device და დაივიწყეთ, ხო, ეს ტუმბომანია ამასობაში, რა ვიცი, რაღაცა დამთხევა თუ რა არის, რაღაც ტუმბოარი ნახსენები, ტუმბო ბრენდი, იქ ყოველთვის პრობლემატიურობა და ჭირვეულობა არის, ხო? ამას წინებსაც პრინციპში ეს უკვე დასტური არის, არა ერთი. ხო, დაცვთი კვანძი, რომელსაც უნდა ხედავდეთ კოლბაში და არა სანამ შემოვედი გაშა და ნეტარა მოხდა სისტემაში, არც იქ არ უნდა იყოს წყალი, არც იქ. თუ აქ წარმოიქმნა წყალი, ესე იგი დროა მოვისახუროთ ცხელი წყლის მიმართულებას, ეს არის ბოილერის, ხო, მიმართულება, ეს არის ჰელიოს სისტემის ეგრეთ წოდებული საფართოებელი, ეს არის გათბობის სისტემის. ის არის დაცვა, ხო, ამიტომ თულკი შეივსო მასობაში გაფართოება ხორციელდება, წყალი აისახება იქაც და იქაც. სიხშირული ტუმბო თვითონ მართავს ყველაფერს, ივსება რეზერვაცია კიდე რა დაემატა, ელექტროქვაბი კიდე ერთი ვიზახი, ხო? 3 ფაზა, 2 + 2 + 2, 6 კილოვატიანი. მშვენიერ device. წყლის ავტომატიური შევსება, ხო? ვახორციელებთ. დარბილებით და ამასობაში რა დავამატეთ კიდე, ხო? არსებულ მიმართულებაში მოსაწყენი გახდა, პრაქტიკა მაჩვენა, ეგონი დამეთანხმება, ხო? საზოგადოება რომ აი არსებული ეგრეთ წოდებული ბამბის, ხო? არის პროპილენის, არის ბამბის პრინციპში, კი ბატონო, არსებული არის, ხო? მექანიკური, კი ბატონო, პოლიპროპილენი, ეს არის პოლიპროპილენის შემცველობის, ვინაიდან იბიდნება, ხო, ვინაიდან ეს არის
მექანიკური ეგრეთ წოდებული ფილტრაციისთვის, მაგრამ როცა იბიდნენ ამასობაში პირიქით წარმოიქმნება ბაქტერია, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გვეზარება ამის. იმიტომ რომ ხა მით უმეტეს ქალბატონებს ხო და არა მხოლოდ ქალბატონებს, მამაკაცებსაც გაუჭირდება თუ რა დავკეთოთ წყალი, მოხსნათ არსებული კოლბა, გავტვირთოთ წნევა, მოხსნათ ხო ამასობაში შემორჩა არსებულ ობიექტს დამკვეთს ეგრეთ წოდებული სახნახის ხელში, ხო და ეს კარტრიჯი ვცვალოთ. ამასობაში პრაქტიკა მაჩვენა რომ კვირაში ეჯი მაიჭირდება. ამიტომ დაემატა მექანიკური ფილტრაცია, ესა დარბილება ეს არის ამასობაში, ანუ კომპლექსური, აქ არის კომპლექსური მიქსი, ეს არის დარბილება პლუს, ხო? კინაშემცველობის მოშორება, გამართილება, დასტაბილურება, ამიტომ რა ხდება? ხარისხოვანი ფილტრი, რომელიც ერთი ხელის მანიპულაციით, აი, ქალბატონის შეძლებს, ხო, ამასობაში გავხსენით. აი, ის ორგანი, რეცხადი ფილტრი, თვითრეცხადი არა, რეცხადი. ხო და ჩავიდა ხო ტრაპში ჩაირეცხა ამასობაში რაღაც 10 წუთიანი 15 წუთიანი ციკლით არ გაგვიჭირდება ხო ამასობაში ეს თუ გიჭირს თქვენ წარმოიდგინეთ არის ეგრეთ წოდებული ელექტრო ტაიმერზეც ხო მაგრამ ფუფულებაა მე მგონი სამ დღეში ეჯერ არ უნდა წარმოადგენოს პრობლემა ხო მოვიდეთ და მექანიკურად ხო გავხსნათ ხო გამორიცხოთ და ისე დავკეტოთ ამასობაში იმის შემდეგ რეცხადი ფილტრი ეს არის მიკრონული ამასობაში ის არის 30 მიკრონიანი ანუ ეგრეთ წოდებული ლამს აღარ წარმოიღებს მაგრამ ამასობაში კიდე ქვიშის ეგრეთ წოდებული ფილტრი კვარცის ვინაიდან მიღებული არის ხმამარაგებაში და არაფერ მანლობას არ წარმოადგენს ვინაიდან ქვიშანარევი ამასობაში ფილტრაცია მეტი არაფერთ ახორციელდება ვინაიდან სუფთა წყალი გაიარა კოლონაში ამასობაში ეს კოლონა არსებული ციკლით არის ინსტალირებული ვინაიდან ვაკვირდებით ხო ყოველ ერთ დღეში ხამის 2 საათზე გამოირეცხება თვითონ ხო წარმოიდგინეთ ხო ან კატრიჯომანია ამოვარდა ამასობაში თვითგირებულებას ამასობაში მე დამეთანხმებით ამაზე უფრო იაფი გამოდის ვინაიდან ხარსებული კატრიჯები უნდა წვალოთ ყოველ კვირაში ერთჯერ თუ გინდა რომ სუფთა წყალი მივიღოთ. შემდეგ წარმოიდგინეთ ხო მექანიკური ფილტრაციის შემდეგ რომელიც თვითნებურად ირეცხება ღამის 2 საათს კიდევ ერთი ვიზახი 1 საათიანი ტაქტით ეგრეთ წოდებული ბეკვოში უკურეცხვა და შემდეგ ზემოდან გარეცხვა ვინაიდან დასვას ქვიშა შემდეგ გადის მიქსირებას ანუ ეგრეთ წოდებული დარბილება პლუს კინაშემცველების მოშორებას და მიდის რეზერვაციაში. ვინაიდან ხო ქსელის წყალი არაა შესაბამისი ჭავლით, ამიტომ სამსათულიანი ფართია და არა მხოლოდ სამსათულიან ფარში იქნება ამის პრობლემატიურობა და იმის შემდეგ უკერეზერვაციიდან იღებს არსებული სიხშირული წყლის ტუმბო, ხო მონაწილეობას და ყველა წერტილზე ამასობაში არის ხოლმე იქ ნათქმი ხო ერთს გავაღებ მეორეს არ გავაღებ პოზამერის საუკუნე ადამიანებო რას ქვია ერთს გავაღებ მეორეს გავაღებ და მესამეს არა ყველა უნდა გაიღოს თუ გვაქვს ამასობაში მაშინ თუ არ გჭირდება ერთ წერტილი უნდა ქონდეს ხო ისის გარეთ როგორც ადრე იყო ამიტომ ფუფუნება არაა ეს არის ჩვეულებრივი სანატოლი მიმართულება ამიტომ დაივიწყეთ ხო ერთს გავაღებ ორს გავაღებ ნახევარს გავაღებ სტუმარი მომივიდა ავა ბიჭო დაიცადე მე ვიბანავ და მე შე ხო სასაცილო არის ამიტომ სიხშირული ტუმბო შესაბამისი ხარჯით ხო 4 კუბი საათში წარმოიდგინეთ ხო საკუთარ ფარს კი არა სასტუმრო კომპლექსს ეყოფა ამიტომ ამოვარდა ეს კატრიჯომანია კიდევ ერთი ვიზახი მიკრონული ფილტრაცია მექანიკური ფილტრაცია ქვიშით წარმოიდგინეთ ყველაფერი დაილექა უკვე არსებულ კოლონაში დარბილება კინაშემცველების მოშორება სუფთა წყალის რეზერვაცია ხო ეგრეთ წოდებული პიშევოე რომელიც დაშვებული არის კიდევ ერთი ვიზახი წყალმარაგებაში და შემდეგ აქედან ვინაიდან არსებულ ფის რესხავს მარილის ხო კრისტალიზებული იოდიზირებული ეგრეთ წოდებული მარილით ეს არ გვავიწყდება ის ავტომატურად ხორციელდება და მე ვიღებთ უკვე წყალს ხო ამასობაში 5 ტონა ხო 5 ტონა წყალი რეზერვაციაში გვაქვს პლუს კიდე ისა რეზერვაციის რომ ქსელიდან წყალი წავიდა მაგრამ ამასობაში ჩვენ წყალი გვაქვს ხო 5 ტონა ეს ნიშნავს ბერს ნიშნავს ხო განსაკუთრებულად ზაფხულში პაპანაკებაში დამეთანხმებით და ბერსაც გექნებოდათ ეს არსებული მიმართულება აი ხა რითიც ვიღებთ ამ შესაბამისობაში მაპატიეთ ხო კამერა ხო გადასაღები კამერა გამიფუჭდა ნარო ტელეფონით ვიღებ არა არსებული ზუსტად ამ smartphone-ით შემიძლია კიდევ ერთი ვიზახი და შემიძლია რომ მართავ მთლიან სისტემას ხო არსებულ მიმართულებას გათბობის სისტემისას ჰელიოს სისტემას ელექტროფიკაციის მიმართულებას ელექტროქვავს უბრალოდ ხო ამასობაში ტემპერატურის რეჟიმებს ამასობაში ჩართვა ტაიმერზე არის აყვანილი არსებული ხო ციკლით ეგრეთ წოდებული საფილტრაციო აუზისაც ჭკვიან მოწყობილობაზე არის ესეც დაერთებული ვინაიდან აღარ ჭირდება ეს მოსაწყენი ხო არჩვენა პრაქტიკულად ეს არსებული სტანდარტული დროის რელეები გამოდის წყობიდან ხო თორთან გამოდის ყველაფერი გამოდის ადამიანი ბერდება ამასობაში და ამით არავინ ასე თქვა პრინციპში ხო მტკიცებულობა იმისა რომ 100%-იანი გარანტიით და ამაში გქონდეს ეს 100%-იანი გარანტია ხო ეხლა ეს პირობითი არის კი ბატონო მაგრამ მიმართულება აჩვენა რომ პრაქტიკული არის ვინაიდან ციკლით არის ეგრეთ წოდებული გაწერილი ციკლი ღამის პირველ საათზე უბრალოდ ღამის 2 საათზე უკეთესება ვინაიდან ფილტრაცია აღარ გჭირდება ხო დილამდე 7 საათამდე დასვენებული არის ნასოსი და გაჩერებული არის აუზის ვინაიდან ფილტრაციას იწყებს უკვე დღისით ვინაიდან დღისით აუცილებელია ვინაიდან ჰელიოს სისტემაც იწყებს უკვე ფუნქციონალს და ჰელიოს სისტემით ვათმობთ ჩვენ აუზს კვაბების გარეშე ხარჯის გარეშე ხო ესეთი სახი კიდევ ერთხელ და ერთხელ კიდევ მრავალჯერ სწორი ტერმინოლოგია არის რომ მე მგონი არსებული საკვები ახლა მომავალში ნამდვილად დაიწყებს საუბარს და გვესაუბრება ხო და სიამოვნებაც არის
კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე.